არ უნდა და შრომას ბევრი უნდა. აი უყურეთ. აი ეს არის კარაკი. აბატონო. კარაკი. აი ესე უნდა ვიზია ეს. აი უყურეთ. აი ესე უნდა. აი ესე უნდა. მაშინ კარაკი ყველა ოჯახში იყო, იმიტომ რომ მესაქონლეობა იყო და ოჯახში ყველას ჰქონდა ნუკრი. ყველას ჰქონდა ერბო. კარაკი კი არა, ერბო ჰქონდა მაშინ ხალხს. ჭადი ყველას ჰქონდა, თევზი ყველას ყავდა და ეს კიდე ყველა ოჯახში იყო. ეს რა ქვია? ფიჭა. ეს კიდე ყველა ოჯახში იყო. უყურეთ ახლა. ხო გავაკეთეთ კარაკი. აბატონო, უყურეთ. აი უყურეთ. რომელია კარგი. უკეთესი. აი მოდი, აი ეს გავაკეთოთ. უყურე. ეს ყველა ოჯახში იყო. ამას არავინ არ ყიდულობდა. ახლა თქვენ შრომა არ გინდათ ყველაფერი საყიდელი გაქვთ და ყიდულობთ ყველაფერს არანატურალურს. აი უყურეთ. ჭადი. ზოგი იტყვის ახლა ჭადზე გასდილი ბიჭები არიან, ხო ხედავ? ვაშკაცები რო არიან. უყურე. ახლა მოდი გადავიდეთ ესე. აი ფიჭა. დავჭრათ ეს თხლად. აი თხლად. უყურეთ. თხლად. აი უყურე. შალვა მოემზადე. აი ეს თქვათ დღეს ნუკრი ამაზე უკეთესი საჭმელი დღეს არაფერი არ არის. აი მინდა გითხრა ნახევრად რო გძინავთ ახალგაზრდებს. დილით ერთი ცალი შეჯამეთ, შუა დღეს შეჯამეთ, საღამოს შეჯამეთ და ორ შვილი რო გიჭირთ, ორი კი არა, 7, 10, 15 გეყოლებათ. ეს არის ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი. ერიც გამრავლდება ბიზიამ, ჭადიდან უნდა გამრავლდეს. შეხედე, ყველაფერი არის ერთმანეთზე უკეთესი. მოდი ახლა შალვა ზომის მიხედვით, ხო? შალვას მივართვათ ეს. შალვა, შენ ამ ჭადს ყველა შეჭამ დღეს მაცალი ცოტა ხანი, ეს პირველი ნინიმ უნდა გასინჯოს. აი გასინჯი ნინი და თქვი მე აბა როგორია.